ეძებთ აქტივობების იდეებს დედაენის დღისთვის, მაშინ ეს ვიდეო ნებისმიერ კლასში გამოგადგებათ. რატომ აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე? ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა და 1990 წლიდან აღინიშნება. მრავალათასიანმა საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ კომუნისტში საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს. ესე იგი, რომ არა, სახალხო აქტიურობა, ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს ის ენა, რითაც ასე ვამაყობთ და ასეთი ძვირფასია ჩვენთვის. ახლა კი განვიხილოთ, როგორ აღნიშნავენ დედაენის დღეს საქართველოში. სკოლებში ეწყობა ღონისძიებები, ტარდება შემეცნებითი აქტივობები როგორც ტელევიზიით, ასევე დედაენის ბაღში. თუ გსურთ, რომ მეტი შემეცნებითი აქტივობის შესახებ მიიღო ინფორმაცია, ახლავე გამოიწერე ჩვენი არხი. ახლა კი დავიწყოთ. პირველი აქტივობის იდეა ასეთია: ქართული ენის მკვლევრები. მოსწავლეები იკვლევენ ქართულ ენაში არსებულ უნიკალურ ბგერებს, მაგალითად ჭ, ხ, ფ, ღ. შემდეგ ჯგუფებში ქმნიან პატარა პოსტერებს, სადაც წარმოადგენენ ამ სიტყვებს ილუსტრაციებით. შესაძლებელია დაურთონ მათი ისტორიაც. ასევე, მეოთხე კლასიდან და ზემოთ, კარგი იქნება ქართული ანბანის შედარებითი ანალიზი. რომელმა ასო ბგერამ რა ცვლილებები განიცადა და რატომ. მოსწავლეები ამ კვლევას დამოუკიდებლად ატარებენ, თვითონ იძიებენ ინფორმაციას და გამოთქვამენ ვარაუდებს. შემდეგ კი მუზეუმებში სტუმრობა და ვარაუდების გადამოწმება იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს მათი კვლევითი უნარების განვითარებას. მეორე, ქართული ხალხური ზღაპრების გადაკეთება თანამედროვე ინტერპრეტაციით. შევთავაზოთ მოსწავლეებს ცნობილი ქართული ზღაპრის ამბის გადაკეთება თანამედროვე რეალობაში. მაგალითად, როგორი იქნებოდა ნაცარქექიას ცხოვრება თანამედროვე ქალაქში. ან როგორი იქნებოდა კომპლექს ცხოვრება სმარტფონი რომ ჰქონოდა. რა შეიცვლებოდა? მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობისას შექმნიან ახალ ვერსიებს და შემდეგ წარმოადგენენ კლასის წინაშე მინი-სცენების სახით. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მშობლების მოწვევაც. ეს აქტივობა ავითარებს შემოქმედებითი წერის უნარებს, ზეპირმეტყველებას და ტრადიციული ტექსტების თანამედროვე ინტერპრეტაციას. ხელს შეუწყობს მოსწავლეების мотиваციის ამაღლებას. მესამე აქტივობა – სიტყვების ლაბირინთი. ეს ძალიან გავს გაჩერებებით სწავლებას. თუმცა აქ უფრო რთულად არის საქმე, მოსწავლეს აქვს რამდენიმე გამოწვევა გადასალახი იმისთვის, რომ კლასის ერთი ნაწილიდან ფინიშის ხაზთან მივიდეს, ანუ გაიმარჯვოს. მაგიდაზე ნიატაკზე შეგვიძლია მოვაწყოთ სადგურები და მოსწავლეები გადაადგილდებიან. აქ მთავარი იდეა ის არის, რომ სანამ პირველ სადგურს არ ამოწურავს მოსწავლე და სწორ პასუხებს არ გასცემს, მანამდე ვერ გადადის შემდეგ სადგურზე. ეს არის სახალისო პროცესი, სადაც მოსწავლეები მოიფიქრებენ სინონიმებს, დაასახელებენ ანტონიმებს. მესამე სადგურზე შესაძლებელია სიტყვების გარითმა უწევდეს. მეოთხეზე კი კონკრეტული ასოთი დაწყებული სიტყვების ჩამოთვლა და ასე შემდეგ. აქ უკვე მასწავლებელი თვითონ გეგმავს, რა ცოდნა და უნარები აქვთ მათ მოსწავლეებს. ლაბირინთი შეიძლება ფერადი წებოვანი ლენტით შეიქმნას იატაკზე, ან სკამებითა და მერხებით. ეს აქტივობა ავითარებს თანამშრომლობას, ენობრივ უნარებს და რა თქმა უნდა ფიზიკური აქტივობები ყოველთვის სახალისოა მოსწავლეებისთვის. შემდეგი, წერილი წარსულიდან ან მომავლიდან. მოსწავლეებს თხოვეთ წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან წარსულის, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ეპოქის, ან მომავლის, 100 წლის შემდეგ ადამიანები და წერენ წერილს დღევანდელი დღის ბავშვებისთვის ქართული ენის მნიშვნელობაზე. ეს აქტივობა ავითარებს შემოქმედებით წერას და ხელს უწყობს ზოგადსაკაცობრიო ისტორიული ღირებულებების გააზრებას. და სანამ ბოლო აქტივობაზე გიამბობთ, მანამდე აუცილებლად გვიბრუნე Facebook-ში და თუ გჭირდება კონკრეტული კლასისთვის გამზადებული სცენარი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჩემს Facebook გვერდზე. და ბოლო აქტივობა, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელია, ბარბარიზმების სასამართლო. აღწერა ასეთია: ეს არის სახალისო როლური თამაში, სადაც ტარდება სასამართლო პროცესი ყველაზე გავრცელებული ბარბარიზმების წინააღმდეგ. მიმდინარეობა:
წინასწარ შეარჩიეთ 3-4 ყველაზე პოპულარული ბარბარიზმი, მაგალითად, დაფოლოვება, ინსპირაცია, ინფლუენსერი, კრეატივი, გაშიარება და ასე შემდეგ. დანიშნეთ მბრალდებელი, მოსწავლეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბარბარიზმები აზიანებენ ენას და დამცველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და ვითარდება. ნიშნავთ მოსამართლეებს, ეს შეიძლება იყოს მშობელი ან მასწავლებელი. სასამართლო პროცესის ბოლოს კი აუდიტორია, დანარჩენი მოსწავლეები და მშობლები კენჭს უყრიან, რომ რა განაჩენი გამოუტანონ ბარბარიზმებს. აი ასე გამოიყურება ჩვენი Facebook გვერდის ლოგო და გაგვიზიარეთ აუცილებლად, რომელი აქტივობა მოგეწონათ და რომელს გამოიყენებით. დამატებითი დეტალებისთვის კი სცენარებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ. დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს!